როგორ აფასებენ დასავლეთში საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს? დღეს ქრონიკამ ეს კითხვა ევროპაში ევროკავშირისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს დაუსვა. ქრონიკის სპეციალურმა კორესპონდენტმა ბრიუსელში ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიული ტესტი, რომელიც ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა. თავაზობ სოფო ზურაბიანის ექსკლუზიური ინტერვიუს. Ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეაფასებთ ბოლო მოვლენებს საქართველოში, კერძოდ არჩევნებს და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესს? ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნიშანია დამტკიცებულება დემოკრატიის. ფაქტი, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ერთი მთავრობა შეიცვალა მეორეთი მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგად. ამან დაადასტურა, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატია არსებობს და ამას მივესალმებით ჩვენ, ევროკავშირში. ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა ახალი მთავრობის შემადგენლობა. რამდენად ახლოს აგვირდებით ამ პროცესს? ჩვენ ყურადღებით ვაკურდებით მოვლენებს. ნათელია, ქვეყანა უკვე წლებია ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან. ასევე აქვს ვალდებულება ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოებისა. ამას ემატება თქვენი ქვეყნის მიზანი, რომ ერთ დღეს ევროკავშირის წევრი გახდეს, რაც ყოველთვის გაზიარებული იყო ყველა პოლიტიკური ძალის მიერ. ჩვენი მხრიდან ძალიან ახლოს ვაკურდებით მოვლენებს. ჩვენ ბედნიერები ვართ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით და დავაკვირდებით ოცნების კოალიციის ახალ მთავრობასაც. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ზალა არ შედგება ერთი პარტიისაგან, არამედ ეს არის სხვადასხვა ტენდენციებისაგან შემდგარი კოალიცია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში შეიქმნება აუცილებელი სტაბილურობა, რაც ახლა სჭირდება ქვეყანას. კოალიციის ლიდერები საუბრობენ, რომ გააგრძელებენ ევროატლანტიკურ კურსს, თუმცა ამასთანავე ადასტურებენ იმას, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება ყოველთვის მისასალმებელია. უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისაკენ და საზოგადოების განვითარება ევროპული ღირებულებების კუთხით არის უკეთესი გზა საქართველოს მომავლისათვის.